პატარა შვება. რა ვიცი მე რა შვება, რა მოვეკეცი. მართლა და? რა შემიძლია, რაღაც კატამინდა არ წაღებ. მე თუ კიდევ ვინმე შევეყარმოდი და მესროლე ეგრევე. გააკი არა. არა. მაშინ ამ ბლოგი ჩამარტო. გაქტისკა? ამტისკა რომელია შეჭამ? არ იცი რომ ყველა მე მერჩის? აი დათვერი ახლა შენ. დაუთურებოდი შეჭამ, მაგრამ იქნება. იქონია ვსვავდი. კატა ეძგეთყოდა, მაგრამ ისეც რომ ხიზდებოდი ეკარევე შეჭამ. და მარტო აი ხა ი? რა ცეცაც მოწყვეტს. ჩამოვა ალბათ რა გააჩერეს მარტო. და წონი მონწანა მონოგონი იქნება ეგ რო ჩამოვიდეს. აზე ხარ პროსტა გავიჩანე ჩე. ჯერ კიდე არ მიცნობს. წვეჩი იცი რო აქ არის? სადეგდება აბა. ათხოვარი ეგ. უნდა იპოვო რა. ვიპოვე. ოღონდ მთელ ქალაქში არ დაიწყო ბოდიალი და ძებნა. არა რა მთელ ქალაქში. თბილია ეს. თავისიანებთან ვერ გაბედავდა გამოჩენას, გამორიცხული. მეც ეგრე მგონია. ვერავინ ვერ უნდა დამასწროს რა. მე უნდა დავმართო ყველაფერი საშინელება, რაც კი ემუქრება. იდიოტს. იმას რა ქვია? მეგობარი რო ყავს ერთი. სულელი. ბახვა. ბახვა. ხო. ბახვა ან ანკა. ანკა არ ამგონია, მაგრამ ბახვა ერთადერთია, ვინც ამ სიტუაციაში მაგას ცემაში არ გაგლიჯავდა რა. თუ ერთადერთია, ცოტა შულსაც ეწოდინება ეს. მაგას არ დაურეკავდა, რო არ იეჭვა. ნუ ტვინიკოსობ რა, გააკეთე რასაც გეუბნები რა. მოკლედ იმ ბახვას იპოვი და მოაყოლებ ყველაფერს. არ ვიცი როგორც გინდა. თუ გინდა დაუმეგობრდი, დაათვრე და ისე ატკნევინე. წადი შენი იმედი მაქვს, მიდი. კარგი. ლეო. ისე შენ რატო არ ხარ ჩემზე ნაწყენი და გაბრაზებული რო მიგატოვე და წავედი იმ იდიოტთან ერთად ბრაზილიაში. არ იცი რატო არ ხარ გაბრაზებული? არ ვიცი. კაი, მიდი. ის ყუთები გადაყარე, მან დრო აწყვია. იქნებ მოგატყუა მისამართი მაგ იდიოტმა. რა მომატყუა, იმდენი ურტყი რომ ტყუილის თავი აღარ ქონდა. წავედით მაშინ ჩქარა. შენ დარწმუნებული ხარ რომ გინდანა, ხო? აბა რა, რებს მეკითხები. კარგი. გილოცავ კატა ჩამოვიდა. გადამხსენა ისე? ოპა, აღარა კაზრი მოსულა კატა. ქალბატონო კატა, მოგესალმებით. თქვენს ცოტნემ ხომ არ გაგაბრაზათ? ლეო. მე როგორც ვატყობ, ჩვენ საერთო ინტერესები გვამოძრავებს და ხომ არ დაგითმოთ მასთან ვიზიტი როგორც ქალს. რამენაირად მივხედავ საკუთარ თავს, მადლობა. რომელი სადარბაზოა? ისე ერთი პერიოდი საკაიფოდ მიხედეთ თქვენ საკუთარ თავს ჩვენი მაყუთით. სხვათა შორის ეგ მაყუთი მე ვაშოვნინე თქვენს უბადრუկ კოალიციას თუ გახსოვთ. ხო, მაგრამ მე უკან აგვახინე. მე აქ თქვენთან საქმის გასარჩევად არ მოსული. აი, აღარ გახსოვს და. ჩემი მტრისტერი, ჩემი ფაივეი მანდ იქნება 20 წამში, მეც მოვფრინავ. მე ბიჭო დროზე. ოლენა.
სადარბაზო არის. საუბო რა დროს არ გვაქვს რუპო არა. ადგინდა რუპო. არა სარა, აქჩის ბიჭო. მას ხარა ნახე. ის სადარბაზო. ახლა ეთილი იყოს ჩემი ფეხი სამშობლოში. თქვენ ხედავთ რომ ცოტა შვილი ქვეყანაში ისევე სკანდალურად დაბრუნდა როგორც წავიდა. ვის დასახვედრად მოსული ითხანს აპირებს ახლა მაგ ტელევიზიებთან ერთად სიარულს მეტა. ეგ არ ვიცი, მაგრამ მე იმდენი უნდა ურტყა, რომ მთელი თვიაჩიდეს ჩემი ფეხების სახელით. შინია ეგ საქმე მე მომანდე. დღეს გადაცემაში იქნება. იცი? ოღონდ ბრაზილიის ამბებს თუ მოყვება, ვერ გადამირჩება ეგ უბედური. და რა ხდებოდა ბრაზილიაში? ცოტა მინდა დელიკატური შეკითხვა დაგისვა. უბრალოდ ეს რო არ გიტყო, ჩვენი მაყურებელი არ მაპატიებს. მოგიყევი შენი და კატას ბრაზილიური რომანის შესახებ და რატო დამთავრდა? რომანი იყო, არ ვიცი, ფანტასტიკური და უნდა გითხრათ, რომ კატა მართლა შესანიშნავი მეუღლე და შესანიშნავი დედა იქნებოდა. მაგრამ სამწუხაროდ მე აი თანაცხოვრების დროს მივხვდი, რომ როგორ გითხრათ, მე უბრალოდ მისი ღირსი არ ვარ, ხო გესმით? ხო და გამოვიქეცი. გასაგებია და კატას რა რეაქცია ჰქონდა ამაზე? ძალიან ღირსეული, ძალიან ღირსეული. ნუ მაინც. მოდი ჩემთვის ავიტანე თამას, კარგი? მერთო, კაცურად მითხარი, რომ ეხა კატა არ გამომიგზავნება. ვინი როგორ მომენა? არც გაბედო. დაჯექი. დაჯექი. გისმენ? როგორ იფრინე? სულ როგორ უნდა გარბოდე გამაგებინე? რანაირად ხარ ესეთი არაკაცი? ეგეთი გარეწარი ვარ ასე. იცი რატო ხარ გარეწარი? იმიტომ რომ ამისთვის არც ერთხელ სათანადოდ არ დაისაჯე. გეწარი კი. და ნუ ცდილობ ყველაფრის ხუმრობაში გადაყვანას. რა მეხუმრება გოგო შემომხედე ნახე რას მიგავს თავი. აი ეგ არაფერი არ არის იმასთან, რასაც იმსახურებ. მომკალით ვარებ და ეგ ის იქნება. საქმე არა მაქვს. რა გინდა კატა? როგორ გაბედე და გამომეპარე ბრაზილიიდან? აი გამაგებინე, როგორ გამიბედე? რა სიზავა ესე დამარტყავს ხოლმე რაღაცეები და გავბივარე. მაშინ მე უნდა მივხვდარიყავი, რომ შენი ნდობა არ შეიძლებოდა. შენ ხო კაცი არა ხარ, შენ ხარ კაცუნა. შიშარა, ეგოისტი და უტვინო კაცუნა. მაგას ხო ისეც მეუნებოდი ხოლმე გაქცევის გარეშე. უსაქმური, ზარმაცი და უნიჭო. მე სამზარეულოში გავალ რა. აი მთელი გზა ვფიქრობდი, რა შეიძლება ადამიანმა დაგიშაოს ისეთი, რომ აი მაგრად გატკინოს რა. მაგრამ შენ ხო არაფერი არ გწყინს. იმდენად უთამოყვარეო ხარ, რომ ნებისმიერი შეურაცხყოფა ფეხებზე კიდია. საერთოდ არ გაღელვებს რას ფიქრობს შენზე საყვარელი ქალი. ამიტომ ერთადერთი რითიც შეიძლება ადამიანმა ტკივილი მოგაყენოს, ეს არის ფიზიკური ტკივილი. ლეო? მერთო რატო აჩაგრინებ ჩემ თავს ესე? ერთი წუთი რა.
და არ გეგონოს რომ ამით გამოძვერი. შენი ბედნიერი ცხოვრება სამუდამოდ დამდა.